გამარჯობა, მე ვარ ნაყინდა და ეს ვიდეო იქნება იმაზე, თუ როგორ დავტოვეთ 11-მა კაცმა ჩვენი სახლი და წავედით კარვებით მთებში საცხოვრებლად. ძლივი ჩავეტიეთ 11 კაცი, მე ამას უზივარ, როგორ ხარ? კაი, მისი სახით ყველაფერი ნათქვამია. იმღერე რა ყოფილა კურია გენაცვალე კაცრავა რა გადაღებაში ხელი შემიშალე გაიწია გაიწო ვინგონი ესეთები არის მარტო მთებში მხდება გოგონა თუ შეიძლება გითხრათ სად იმყოფებით და სად მიდიხარ 64 მე მგონი წემას აპირებს არა უშვებს თუმცა მთა ვერ გავუგებ ხან ზეა ხან ცხელა ხან ცივა ხან წვიმს Streams. Cordelia. დავბანაკდით მარტო ფანრებით თუ გადავღოთ თორე არაფერი არ ჩანს. აი ესეთი სიტუაციაა, ფანრით ვიღებ. კარვები. ვაიმე მე ბოდიში. პატი. ვაიმე ბოდიში. მე ჩემ ტელეფონში დღეს ვაიმე კიდე დავარ. აქ დავდივიდო. ეს ჩვენი კარავი. აქ არის უზარმაზარი მთები, მაგრამ არ ჩანს ხო, ვაფშე არ ჩანს. კარვები. იქსასტუმროა. ოღონდ ფეხები დამისველდა. წამს გავაღვიძე და უბრალოდ ხედი ნახეთ. ეს ნახეთ ხო თუ მჯეროდეს სად ვარ არ ვიცი კიდე კაი ავდოქი იმიტომ რომ მაგრამ ეზარებოდა ვაიმე ზოგადად არასდროს არ მიტირია რაღაც ესთეტიური სილამაზის გამო მაგრამ ეს რო დავინახე ცრემლები წამომივიდაღონ მართლა საქართველოს რო ადამიანი რო ქართველი ვარ მაინც ხან არ შეგრძნა მაგრამ მაინც უფრო ემოციურად განვიცდი მაგ ამბავს რომ ეგ არის მეორე მიზეზი რატომაც წამომივიდა ცრემლები არის ის რომ არ ვიცი კიდევ ოდესმე აქ თუ მოვა მაგრამ მაინც უფრო სიხარულის ცრემლები იყო რომ 19 წლის ასაკში მოვედი და ეს ადგილი ვნახე და იმედი მაქვს ვინც უყურებს ამიტავს ისიც ოდესღაც ამოვა ჯუთაში და ნახავს ამ ადგილს ხო ლამაზია ხო ძალიან ლამაზია დაწერე like თუ ლამაზია. მაგრამ რომ სერდა წორესაც ვიცი რომ ლამაზია, მაგრამ აი what the Oh my god, this is so beautiful. აი სუსტად ამ მომენტში გუცნობ რომ რაღაცის ნაწილი ვარ. კაი გუცნობა ეგ. გონი მთაში ყოველთვის ეგრე იგრძნობა რომ რაღაცის ნაწილი ხარ. ანუ პატარა ხარ ძალიან ამ თემთან შედარებით. უპატარავესი ხარ, მაგრამ რაღაცას წარმოადგენ რა და თან რო უყურებ და რო ამოხვედი ამ ხალხთან მე რეიაზრებ რომ უი თურმე ძლიერი ვარ, უი თურმე შემილია. სუსტად ამ მომენტში გონია რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. დღეს არის
9 აგვისტო 2025 წელი და მე ვარ ბედნიერი. უნდა წავიდეთ ჭუხებში. სიყვარულის ცეცხლი გვენთო. წეგან მოგვიწია ამ დინარის გადმოსვლა. ფეხზე კი გავიხადე, მაგრამ შორტი მაინც დამისვალდა. მაგარი ცივი წყალია. და ეხლა უნდა გავუყვეთ იქით. გზას. ძეგლი მინდა ჩემი აქ. და ეს ვიარება. რამდენი საათია დავდივართ? საათი 2 საათია მოვდივართ. 2 საათი. და ის მთელი გზა მოვიარეთ. ამ ხელაჩანთებით. ძალიან დიდი ხანია დავდივართ. და კიდე ის უნდა გადავიაროთ. წავიდა. ვარა რა ცოტა ხანში. ხრები და. ცოტა ხანში იტყვი მე კიდე. ხუთის ნახევარია ხალხო. დიდი ამდენი უნდა გავიაროთ. წროზე უნდა ვიდეთ და მე ვნახავთ აბუდელავრის ტბებს. იო. 3300 მეტრზე ვართ. შიშის დონეზე გავთხო. მინამ ერთიც გაუძერდი. დავიღალეთ მეგობრებო. ჩანთებით. გამოხედი ხო გეგონა წერილაზე რო იყავს. ესენი გაწვნენ. აქ სამი თავს ხედავ. ამ გამოწვევს და საერთოდ კიდე უნდა ვიაროთ. აღარ ვიცი. ამოვედით არჩერ. ვაიმე. 5 წუთი? თელი ისო მოვიარეთ და სულ ნისლი იყავდა ესეთი ადგილები. შო გადავახეთ ჭიუხები და ეს რეაქციებია. ვერ ვამბობდი რა, არ ვიცი. ჯერა. ვერ ვაღიარებდი მაგის შეში მიკრო. ხელი მკივა. ფეხი მკივა. ეხლა ისე გვშია ვჭამთ, რას ჭამ? თევზის კონსერვს, რომელიც აუ წესით სუნი აქვს საშინელი. და ეს ლავაში გვაქვს და ლავაში. ეს სუნი აქვს. აი. მართლა? დღეს დავდიოდით 10 საათი. აღარ ვარ რიგზე. მესამე დილაა და ეხლა მივდივართ აბუდელავრის ტბებზე. Let's go. მოვედით. არაქეთი აღარ მაქვს, მაგრამ ლურჯი. აბუდელავრის ტბა. ნახე რა ლურჯია. მოდი ერთ წამს შენ თვალები გადავიღო და მე ეს. ესე იგი ამ ადამიანის თვალები, ვაიმე. და მე ეს. ფოკუსი დავკარგე. ერთი ჩემს გადაიღე, მაინტერესებს. შენს ლურჯი გაქვს. გოგო, ეხა გაიგე. ხო. 2 წელია მეგობრები ვართ. გოგო, ავტობუსში ხო გითხარი? ან რა თქმა უნდა, ლურჯი მაქვს ხო? წავედი და გადავხტები. გადამიგე. სურნელი თრიალებს და მათოს. ჩამოვედით და ეხლა უნდა წავიდეთ შატილში. რაიმეთ. გაგვიმართლა და ვიღაცას მივყავართ უფასოდ. აგვერია უფასოდ არ მივდივართ. 150 ლარია, what the fuck man. არ და რომ მალე მოვიკიდე ჩანთ. ფეხით დავდივართ. შატილამდე არის 59 კილომეტრი. და გვაქვს იმედი რომ მანქანა გაგვიყოლებს. ხო ასე? ნახოთ. სულ მინდა და რაცია მქონოდა და რაღაცას ვიტყვი. გამარჯობა, ხმა ისმის? უცდით მანქანას რომ წაგვიყვანოს, მაგრამ вообще არავინ არ არის არც შანს. დავიყავთ ასე ჯგუფებად 3 კაცი. 1-3 კაცი უკვე გაიყვანა მანქანამ და დავრჩით კიდე 2 ჯგუფი. ნიფნიფი, ნუფნუფი და ნაფნაფი. ხო.
იქამდეც ეს ოდნავ მიხარ ჩვენ გუშინ ჭიუფლად მოვიარეთ აი ვერასახვი ნასტრაფატა ყველა იხებსენი ახლა აი ჩვენის მეორე ჯგუფი ვნახეთ აგერ მოვედით ой მერდა იეი ჩამოვედით ტრასამდე და ეხლა შატილამდე ვნახოთ კიდე ავტოსტოპი ტრასამდე გამოგვიყვანეს მაგრამ შატილამდე კიდე არის 30 კილომეტრი და ისე ვუცდით მანქანას რომ გამოვიაროს მაგრამ არაფერი არ არის მანქანას ხედავთ I got yours. Yay, mega bravo. I shot on the video. დიდი მადლობა აი ეს სცენა. Mega bravo. Limit shot. დიდი ვარ არ უნდა ძალიან ბინერი ვარ თანახეთ საცხელო ორდან მე მეკონა 1 საათი არ იყო გასული ეს 3 როგორ გავიდა შენ დასპერებად გადავიდა არ ვიცი ამდენი ხანი როგორ იმსავრე თან უკმავზი ვარ თან ცოტა მგზავრობა მწყეს ხედება და ხერმაიც ხო ფანტასტიკი ჩამოვედით და შატილში ხავარ და ჩვენმა მძღოლმა ვინ ჩამოგვყარა ესენი გვაჩუქა ანუ ქართული ხალხი უმაგრესია ჯგუფიდან პირველები ჩვენ ჩამოვედით და ისინი დიდი ალბათობით ვერ მოასწრებენ ჩამოსვლას იმიტომ რომ საღამოს 6-ია და ისეთი და საჭმელებიც იმათ აქვთ ამიტომ ჩვენ ახლა მაღაზია უნდა ვიყავოთ და დიდი ალბათობით ამას აქ გავათევთ ჩვენ სამი მხოლოდ და დანარჩენები ალბათ ხვალ ჩამოვლენ კარავიც გაშლილია ჯერ 6 საათი ავყვანთ და ცოტათი გვშია მზან არა მაგრამ რაღაცას ვიყიდით ალბათ და ჩვენებს რაც შეეხებათ არ ვიცი ჯერ არ არიან ისევ წამოსულები და ნახოთ რა იქნება აი ესეთი კარავია მოვედით დავჭამთ იეი ძალიან ქვია ძალიან ჩვენები კიდე გზაში არიან და წესით არ ვიცი რა სიზამენ რა ვნახოთ იმედია ჩამოვლენ დღეს სად არიან ხალხო თვითონ ადგილს რა ქვია აბუდელაურის გადასახვევი აბუდელაურის გადასახვევთან არიან ახლა არა უფრო შორს არიან და ჩვენ ვართ შატილში კიდევ ვერ ჩამოვიდნენ ძალიან სიბნელეა ვიცი უბრალოდ ამ ფანელით გავანათ რომელიც დამიჯდა უკვე აი არც კი ანათებს ნორმალურად რა არის ეს წავედი ჩამოვიდნენ ჩვენები ისევ ერთი გუნდი ვართ და შატილში ვართ ისევ და ვაპირებთ რომ ხუთშაბათამდე აქ ვიყავთ ან დაახლოებით 2 დღე საბა მოდი ამაზე მოყავი ეს რა არის ეს შევის არის ძველი შილოსანი ყოჩი აი გადავდივართ ყოველ ორით აუ ჩემიც გადაწყვეტ რა ერთ საათში მივიდივართ ძალიან სწორია ახლა ხო ისე მივაჩვია ერთი კვირა უკვე ტყეში მთაში ვცხოვრობთ და კარვობის და იმდენად ჩემი
იმდან მივეჯაჭვე ამ ცხოვრების სტილს, იმდან მომწონს, რომ აღარ მინდა არც ქალაქი, არც სახლში ყოფნა. მინდა აქ ჩამოვედი, ქალაქში ვარ, სახლში ვარ, თაში არ ვარ, კარავში არ მეძინა, გუშინ ღამით აღარ მჯერა. მგონია რომ ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო ეს და იმის მიუხედავად რომ თავიდან სანამ წავიდოდი ამ ადგილას შიშობდი ღირდა თუ არა, შეძლებდი თუ არა, მიხარია რომ გავბედე და წავედი. რაღაცეები რაც შეიძლება საშიში ჩანდეს შორიდან, შეიძლება სულაც არ იყოს ეგეთი და პირიქით მოწადო. იმიტომ რომ მე მართლა გაიზრდები და მე რაღაცებს სხვანაირად შეხედავ რა. ანუ გამოცდილებები ძალიან მაგარია და უნდა დააგროვა აუცილებლად. ეს იყო ნაყინდა, მადლობა რომ მიყურე. აბაჰე, აბაჰო. კარგი.